ერთი წამი მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე. ჩვენ გვქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენს მოლოდინებზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, თუმცა უფრო მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს როლზე უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ რეგიონში და ასევე დაკავშირების მხრივ ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის გზის მეშვეობით. ამ საკითხებზე ჰქონდა მსჯელობა. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება და მოკლედ იმედია, რომ საბოლოო ჯამში ის ფორმატები, რომელიც მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეხმარება საქართველოს იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თავისთავად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველო არის ამის მოლოდინში, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც შორის განაცხადი არ აქვს, ამიტომ თავად ეს ფორმატიც საინტერესოა იმ მხრივ, რომ ერთის მხრივ ჩვენ თავად გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან, მეორეს მხრივ ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებელი. არა შეხვედრაზე ყურადღება, თქვენ გასვით თუ არა ეს საკითხი და რა რჩევები მიიღეთ, როგორი პოლიტიკა უნდა გქონდეს ქართველ გუნდს იმისთვის, რათა ოკუპანტებმა ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეები არ მოგვიყვანონ. რა თქმა უნდა, ამაზე გქონდა საუბარი. უპირველეს ყოვლისა მინდა კიდევ ერთხელ თანაზობა გამოუცხადო ჩვენი მოქალაქის ოჯახს, გუშინ სკვლელობა რაც მოხდა. ამას რა თქმა უნდა სჭირდება, რომ დასჯილი იყვნენ ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინეს. კარგია, რომ გუშინ გვიან ღამევე შედგა შეხვედრა და ეს საკითხები იქნა დაყენებული მათ შორის სადამკვირვებლო მისიის წინაშეც და ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, რეაქციებს ამაზე, როგორც შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე შესაბამისად დამნაშავეების დასჯას და მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური. რაც შეეხება თავად ამ ფაქტს, თავისთავად ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც არა მხოლოდ და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ეხება ყოველდღიური საფრთხე მათი სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს წინაშე არის გამოწვევა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება. 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამდებობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ის ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლა ევროკავშირისთვის, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში ხელს უწყობს როგორც საერთო ჯამში ხელს უწყობს მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიალურ მშვიდობიან აღდგენას, შესაბამისად ოკუპაციის დასრულებას. მშვიდობის პერიოდი ჩვენს ქვეყანაში. რა შეიძლება ეს არის ეგრეთ წოდებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ხომარ მიგვიყვანა აქამდე, იმიტომ რომ განკვეთებით ამბობთ, რომ აი მშვიდობა გვაქვს, უწყვეტი მშვიდობა გვაქვს. ეს არის უწყვეტი მშვიდობა და ეს არის მშვიდობა, ბატონო შალვა. თქვენს პასუხისმგებლობას თუ ხედავთ, რომ აი ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკა რა შედეგი მოვიტანო? სწორედ ეს არის, სწორედ ასეთი ფაქტი და გუშინდელი კვლევა გვაჩვენებს, რამდენად
ყიფია და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ზუსტადაც ეს ფაქტი არის დასტური, რომ ჩვენ ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ოკუპაციის სახით, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი მშვიდობისთვის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწორედაც გონიერი პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ არ გქონდეს ჩვენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ეს პირიქით ადასტურებს იმას, თუ რამდენად მყიფე არის მდგომარეობა უსაფრთხოების მხრივ საქართველოში და რამდენად ასჯერ დაფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სხვადასხვა მოქალაქეების. ზოგადად რთულია ხოლმე განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც დატოვა წინა ხელისუფლებამ ოკუპაციის სახით და ამიტომ მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ, რომ ის გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ რაც არსებობს და დღესაც არსებობს, გამოწვევების რეალიზება არ მოხდეს. მთავარი პოლიტიკა, რაც მდგომარეობს ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რაც ხორციელდება, არის ის, რომ ერთის მხრივ არის გააზრება, რომ საფრთხეები არის სერიოზული, ჩვენ ამაზე მათ შორის, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა ჩვენთან და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, მაზეც ჰქონდა საუბარი. ერთი, მათ შორის ყველა მოქალაქემ უნდა თვალი გაუსწოროს იმ უსაფრთხოების რისკებს, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს და მეორე, ეს რისკები ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს. მთავარი არსი პოლიტიკისა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკისა არის, რომ სწორედ შევაფასოთ რისკები და რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ეს ინსტრუმენტები არის როგორც ჩვენს ხელში ქვეყნის შიგნით, ისე ეს არის საერთაშორისო ზეწოლა და ინსტრუმენტები. ამიტომ სწორედ აი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით არის, რომ საქართველო ბოლო წლები 10 წელზე მეტია ინარჩუნებს მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკები და სწორედ აი ამ რისკების რეალიზებას უშლის ხელს. არის თუ არა ეგრე გზავნილი მათ შორის რუსეთისთვის ქართული ოცნებისგან და რა შუაში ახლა წინა ხელისუფლება, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ყველა ინტერვენციას იწყებს თავად. ცივილიზებული სამყარო კი უპირველეს ყოვლისა ამას ამბობს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. სხვა შორის ამაზეც ჰქონდა ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი იმაზე, რომ სამწუხაროდ დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანი არის ზუსტადაც რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას. რაც შეეხება თავად საკითხს კიდევ ერთხელ უსაფრთხოების მხრივ გამოწვევები და რისკები არსებობს ახლა, არსებობდა უწინაც და ჩვენი პასუხისმგებლობა მიემართება ხელისუფლებას ყოველთვის. სხვა ხელისუფლებებზე და სხვა ქვეყნებზე ჩვენ ასე ვთქვათ ვერ ვიქნებით დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ის უსაფრთხოების რისკები რაც არ მოხდეს, რაც არსებობს, ამ უსაფრთხოების რისკების რეალიზება, ანუ რეალობად ქცევა არ მოხდეს. ამას უზრუნველყოფს ქართული ოცნება, რომ რისკების მიუხედავად და არ მხოლოდ რისკების კიდევ ერთხელ მაშინ, როდესაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი რისკები. მთავარი ამოცანა არის, რომ ამ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ არავის, როგორც შიდა ინსტრუმენტებით, ისე გარე ინსტრუმენტებით. მთავარი ამოცანა ნებისმიერი ხელისუფლების ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ხვალინდელ დღეზე, როდესაც ევროკომისიის